ტყიბული იგივე ოკრიბა დასავლეთ საქართველოში იმერეთის ნაწილია. დასავლეთით მას მდინარე რიონი ესაზღვრება. ჩრდილოეთით რაჭის ქედის მონაკვეთები. ლეჩხუმიდან რაჭის ქედის გაგრძელება. მდინარე ლეხიდარის მარცხენა ნაპირის გასწვრივ. ეს პატარა მთებში ჩაფლული ქალაქი კი, რომელსაც კადრში ხედავთ, ტყიბულია. დღეს მივდივართ ტყიბულის ბუნება, მცენარეები დაგათვალიერებინოთ. ჩემი თანხლები კი ადგილობრივი მკვიდრი ანჟელა არაბიძეა. უნდა ითქვას, რომ დასავლეთ საქართველო და კონკრეტულად ტყიბული უხვი ნალექით გამოირჩევა. სწორედ ეს კლიმატი ქმნის განსაკუთრებულად მწვანე და ტროპიკული მცენარეების გარემოს. აქ არის ხშირი ტყეები, მთიანი ლანდშაფტი, ტბები და ჩანჩქერები. რატომ ხასიათდება ტყიბული ხშირი წვიმებით? ის ზღვის დონიდან 590 მეტრზეა. მასზე მოქმედებს დასავლეთის ქარები. ხშირია ციკლონების შემოჭრაც, ახალ სოფლის წყალსაცავის სიახლოვის გამო. უხვი ნალექი ბუნებაზე ძლიერ გავლენას ახდენს. ტყეების სწრაფად იზრდება. ტენიანი ნიადაგი ხელს უწყობს წიფელის, მუხის, ნაძვისა და სხვა ხეების ზრდას. აქ საკმაოდ დიდ მცენარეს შევხვდით. მას გულის ფორმის ფოთლები აქვს. ძველად ჭრილობების შესახვევად აქტიურად გამოიყენებოდა. ამ ლამაზი მინდვრიდან მალე ხიდიან მდინარეს შევხვდები. ჩემთვის აქ გადასვლა გარკვეულ ექსტრემს და სიმამაცეს მოითხოვს. ესეთ ადგილებს და თავგადასავლებს ტყიბულში ჩემი ცხოვრების 1 წლის განმავლობაში არაერთხელ შევხვდი. რადგან ხელში კამერა მიჭირავს, ენჯი აქ ჩემს დასახმარებლად მოდის. ის ამ ადგილებს ძალიან კარგად იცნობს, ხშირად დადის ტყეში და ფიზიკური მონაცემებიცაც საკმაოდ კარგად გამოირჩევა. აი ასე, მე როცა ძლივს გადავედი ხიდზე, მან თავით დადგომაც კი შეძლო. თუ მისი ასაკი გაინტერესებთ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ კომენტარებში მკითხოთ. მოკლედ, გადავლახეთ მდინარე და გაუყევით გზას. ხშირი წვიმა ქმნის პირობებს ხავსებისთვის, გვიმრებისთვის, ველური ყვავილებისა და სამკურნალო მცენარეებისთვის. წვიმა ჰაერს მტვრის განწმენს და გარემო უფრო სუფთა და გრილი ხდება. მოდი ახლა ტყეში უფრო შიგნით შევიდეთ. აქ ადგილობრივები ხშირად კრეფენ ეკალას. იმერეთის რეგიონში ეს საკმაოდ დამახასიათებელი კულტურაა. ეკალას მთელი წლის განმავლობაში ინახავენ ოჯახში. მისგან ამზადებენ ფხალს, იყენებენ როგორც სადილის საკაზმს. თუმცა როგორც ხედავთ, მისი მოპოვება არც ისეთი მარტივი ამბავია. წინ ტალახითთან ესტით სავსე გზა გვაქვს გასავლელი. მე ფეხზე არ მაცვია შესაბამისად, თუმცა ენჯი მომზადებული და ბოტებით ჩაცმული წამოვიდა. აქ ჯერ კიდევ არ ვიცი, რომ წინ უამრავი გვიმრა და ნეკერჩხისებრთა პატარა წარმომადგენელს ქორაფს შევხვდებით. მხოლოდ მახვილ თვალს შეუძლია მისი პოვნა, რადგან ის ამ მცენარეებში საკმაოდ ოსტატურად იმალება. სულ მალე შევხვდები მცენარეს, რომლის სამშობლო მცირე აზიაა და თქვენ წარმოიდგინეთ დასავლეთ საქართველოს. ეს კავკასიური სამკურნალო მცენარე წყვავია. სხვა მარადმწვანე მცენარეებისგან განსხვავებით, ის ყინვაგამძლე მცენარეა. აქ ის ჯერ კიდევ დასამწიფებლად ემზადება. ადრე სიცხის დამწევს საშუალებად გამოიყენებდნენ. მიუხედავად მისი სასარგებლო თვისებებისა, აუცილებელია იცოდე მისი ცნობა, შესწავლა და გამოყენება. გადავწყვიტეთ ცოტა უფრო შორს წავიდეთ და ზევიდან გადმოვხედოთ ტყიბულს. მივდივართ ავტოსტოპით 9 ჯვარისკენ მიმავალ გზაზე. 9 ჯვარი ტყიბულის სალოცავია. სალოცავი ნაქერალას ქედზე დგას. ჩემს უკან კადრებში ზუსტად ეს ადგილები ჩანს. მაისის თვეში აქ თოვლი უკვე დამდნარია და როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტებიც ძალიან ხშირად სტუმრობენ ამ ადგილს. აქ ბუნება იმდენად მდიდარი და მრავალფეროვანია, რა თქმა უნდა, ყველა მცენარის ნახვა და ჩამოთვლა ვერ მოვასწარი. თუმცა ეს ისედაც შეუძლებელია. ზოგი ხედა მცენარე მიუვალ ადგილებშია ამოსული. აქ მოსახლეობამ თვითონ იცის, როდის, როგორ და სად უნდა დაკრიფოს სასურველი მცენარე, კენკრა ან ხილი. უკანა გზაზე გამოქვაბული ვიპოვნეთ. აშკარაა, რომ ეს ძალიან პატარა ნაწილია იმისა, რაც მის შიგნით იმალება. როგორც გამიგია, ამ ადგილებში ჯერ კიდევ გამოუკლეველი მღვიმეებია. ხო და აი ის მისი ბრწყინვალება სტალაქტიდები. ენჯიმს ამახსოვროთ სუვენირი წამოიღო.